ისრაელის ისტორიაში არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, ძლიერ საინტერესო. როდესაც ისრაელი მიდის სამშობლოსაკენ, მოსი არის წინამძღვარი, ომზე იგებს, ამ ღირებულებით კონსტიტუციას იცავს ყველაფერი. და ერთ-ერთი მეფე მიხვდება, რომ მაინც და მაინც სამხედრო ძალით ისრაელს ვერ დაუპირისპირდება, იმიტომ რომ გამოცდილება ახსოვს 3-4 მეფის სიცის გადაუარა ისრაელს. და დაიწყებს მსჯელობას, როგორ შეიძლება ეს ხალხი გავაჩერო, როგორ შეიძლება ამ ხალხს ვაჯობო. და მისცემენ ასეთ რჩევას, ახლა იქ ბევრი ისტორია, მე არ მინდა ზოგადად დავყვები. მისცემენ ასეთ რჩევას, აი ამ ხალხს ღმერთი მოაცილო და თავის თავს თვითონ გაინადგურებს და როგორ უნდა მოაცილო. გარყვანიო ეს ხალხი. აი აქ ქალები თუ გაერყვნებიან, სიწმინდის შემნახველი არ ეყოლება და თუ სიწმინდეს ვერ შეინახავენ, ამაკაცმა შეიძლება სიწმინდეს თავი გააწიროს, მაგრამ სიწმინდეს ინახავს დედა, ინახავს ქალი, ქალები გაყვნენ. ეს ხალხი გარყვანი. ეს გარყვნილება შეიტანი აქ და თუ სიწმინდეს ვერ შეინახავს, მაშინ ეს ხალხი თვითონ მოისმობს თავის თავს.